თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი თბილისის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ გრძელდება რესპუბლიკელი წყლის საფასურის ტარიფის ზრდას ეწინააღმდეგება და თბილისის წყალსა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ინფორმაციის საჯაროებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც წყლის საფასური ერთ სულზე 2 ლარსა და 15 თეთრს შეადგენს. საკრებულოს წევრის თინა ხიდაშელის მოთხოვნა წყლის სატენდერო პირობების და თბილისის წყლის ქონების გამჭვირვალობასაც ეხება. ხიდაშელის ინფორმაციით წყლის ტარიფი 2014 წლისათვის კიდევ უფრო გაძვირდება და საფასური 5 ლარსა და 27 თეთრს შეადგენს. თბილისში წყალი გაძვირდა, კიდევ უფრო გაძვირდება ჩემი ინფორმაციით და იმისათვის რომ ეს შევაჩეროთ, აუცილებელია რომ თბილისელებმა იცოდნენ რა ხელშეკრულებაზე მოაწერა თავის დროზე ხელი ბატონმა გიგი უგულავამ, როგორ მოხდა ამ ქონების დატაცება და რატომ ხდება დღეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი პირობა შესრულებული არ არის, წყალი კვლავ გრაფიკით გვაქვს, ხარისხი არ გაუმჯობესებულა.